ინციდენტი ახმეტის რაიონში გუშინ საღამოს ადგილობრივ მოქალაქეებსა და ქისტ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ჭყობის შემდეგ მათ შორის ურთიერთობა რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილობრივების განცხადებით, ახმეტაში თავდაპირველად ქართული ოცნების წევრებმა რუსლან და ბესლან ალხანაშვილებმა ადგილობრივი ნოდარ ჭიჭიაშვილის ცემეს. პოლიციამ ჭიჭიაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ოცნების წევრი რუსლან ალხანაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელია პაკისის ხეობის სოფელ ხალაწანში. მოგვიანებით ინციდენტს შეხლა-შემოხლა მოყვა დაზარალებულისა და ალხანაშვილების ახლობლებს შორის, რა დროსაც თვითმხილველების თქმით კიდევ ერთი ადგილობრივი ჯოყოლა აჭიშვილი დაშავდა. იგი თავის ტრავმით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც საავადმყოფოს ქირურგიული დეპარტამენტის უფროსმა გურამ ძამუნაშვილმა განაცხადა, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. ხო, როგორც მე გავიგე ჭორის დონეზე, მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. Ομალოელი ბიჭები ახმეტაში ბიჭებს მოუგვიდა ჭხუბი ახმეტაში ახალგაზრდასთან მე მგონი ახალგაზრდა ჭიჭიაშვილთან და მიზეზი ჭხუბისა მართლა არ ვიცი რის გulis დაიწყეს რაზე წამოიწყეს შუბი მე ეს ბიჭები ეთქობა დაიშალენ ან გაეწავნენ შეხვდათ სხვა ახალგაზრდა მე როგორც ვიცი ჯოყოლა სახელია ჯოყოლა ასეთი და ეს არ ვიცი ალბათ რახან პანგისელი იყო სამაგრებს გადახდით მიზნით თუ ზუსტად კიდევ ვერ გეტყვით და ეს ბიჭი უცემიათ ნაცემი იყო როგორც უკვე ვიცით ჯოყოლა აჭიშვილი. საავადმყოფოს შესრულები იყვნენ მისი ახლობლები, სანახავად ბრუნდებოდნენ საავადმყოფოდან. როცა ახმეტიდან გამოვიდნენ, როგორც ჩვენ ვიცით, გამოჰყვნენ მანქანები. რის შედეგადაც გაჩერებული იყო ეს ორი მანქანა და მოხდა პანკისელი ბიჭების ცემა, ისე ხელახალი კონფლიქტი მოხდა. ახმეტის სამედიცინო ცენტრში შემოყვანილი იყო 19 წლის მამაკაცი, გულმკერდში შემავალი ჭრილობისა და შინაგანი ორგანოების ვლავრობითი დაზიანების დიაგნოზით. ახმეტაშივე გაუკეთდა ოპერაცია, აღდგენილი იქნება დაზიანებული ორგანოების თლიანობა და შემდგომი მკურნალობისთვის გადმოყვანილი იქნება თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში. ამჟამად ავადმყოფის მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.